საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ ვისაუბრებთ იმ სოციალური პრობლემების შესახებ, რომლებიც წამოჭრილი აქვს ილიას თავის ნაწარმოებებში. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო არის კაცია ადამიანი. საერთოდ ილია თვითონ წერდა ბროკჰაუს ეფრონისათვის გაგზავნილ ავტობიოგრაფიაში, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ 1864 წელს, როცა ბატონყმობის გადავარდნის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, ილიამ მიავლინეს იმერეთში, რათა მას შეესწავლა იქ როგორი იყო მაღალი და დაბალი ფენის ურთიერთობა და რა მდგომარეობაში იყო გლეხობა. ილიას იქიდან სერიოზულად დაუწყია ფიქრი ამაზე, როგორც ჩანს, რადგან თვით ავტობიოგრაფიაშიც აი ამ საერთაშორისო და საყოველთაო ცნობილ ენციკლოპედიაში გასაგზავნ ავტობიოგრაფიაშიც კი ამის შესახებ რაგიღა წერდა და ამას ყურადღება მიაქცია. სწორედ ეს ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს გლეხი და იგი მიწიანად განთავისუფლდეს თუ არა, ილიას ლამის სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. ასე რომ ის ამაზე მართლაც ფიქრობდა და ჩვენ შეგვიძლია ყველა ნაწარმოებში დავინახოთ გარკვეული კვალი იმ სოციალური პრობლემებისა, რომლებიც აწუხებდა საქართველოს. ხით ჩატეხილობაც, რომელიც ოთარაანთქვრივში რასაკვირველია სოციალური პრობლემაა პირველ რიგში, რადგან ეს არის სწორედ გვარიშვილობის კაცის შეფასება, მაღალი და დაბალი ფენისთვის ერთმანეთის გაუგებრობა, ერთმანეთისკენ სავალი გზის უქონლობა და ასე შემდეგ, რის მიზეზიც გახლავთ ის, რომ კაცის საწყაოდ გვარიშვილობა მოუგონიაო. აი ეს სოციალური პრობლემა ილიამ განაზოგადა შემდეგ უკვე ეროვნულ პრობლემამდე, რადგან მან ძალიან კარგად იცოდა, რომ როცა ქვეყანა შუაზეა გაყოფილი, ნახევარკაცად არის გადაქცეული, ნახევარკაცობა ხწნადაკვდომაა. ამიტომ ასეთ ქვეყანას შველა სჭირდება და საჭიროა რომ ერთმანეთი დაინახონ და ერთმანეთისკენ სავალი გზა იპოვონ. ხოლო კაცია ადამიანში პირდაპირ გვიჩვენებდა ილია, როგორი ძნელი იყო ასეთი ბატონების ხელში გლეხების ყოფა და თუ კი ვინმე რაიმეზე ფიქრობდა და თუ კი ვინმეს რაიმე კიდევ შეეძლო, ყველა მათგანი ითრგუნებოდა ასეთი ბატონების ხელში. უპირველეს ყოვლისა დათოს გაგახსენებთ, რომელსაც ყველაზე მეტი ტვირთი აქვს ლუარსაბი და დარეჯანი უნდა არჩინოს და მათი კუჭები უნდა დააკმაყოფილოს. ამიტომაც ის მარადიულად შრომობს და შედარებით უფრო აზროვნებს, უფრო სხარტად და უფრო სწორად, ვიდრე მისი ბატონები თუ ვიდრე დანარჩენი გლეხები. სწორედ დათოს ათქმევინა ილიამ ის, რომ დიდ პატარაობა ძალიან ხელის შემშლელია. როცა ლუარსაბმა სცადა ბატონყმობის გადავარდნა, რომ გაიგო და გული გაუსკდა, ამის გამო და ერთადერთი შემთხვევა რომ იყო, როცა ლუარსაბი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში ჩაერია, ასე ვთქვათ, რადგან მან ისიც კი არის ის სად ცხოვრობს, რომელ ქვეყანაში სიტყვა საქართველოს კი მისთვის უცნობია, მით უმეტეს დრო და პერიოდი მას მხოლოდ და მხოლოდ კახეთი უყვარს, ისიც იმის გამო, რომ კახეთში ღვინოა და ლუარსაბი აი ამ ყურძნის წვენით არის კაცი, თორე კახური ღვინო რო არ იყოს, ლუარსაბის სახელიც არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, და მის მქუხარე კაცობას ვიღა გაიხსენებდა. და ამიტომ, რადგანაც მას დანარჩენი არაფერი აწუხებს და აღელვებს, მხოლოდ ერთხელ აღელდება ლუარსაბი, როცა საიდანღაც ვინიც ის კარაბადინიდან, ვინიც ის ვისი მონაჭორიდან, ან და ვისი ნათქვამ და ნაბოდვარიდან, ასეთ შეიძლება ითქვას, გაიგებს იგი, რომ თურმე ბატონყმობა უნდა გადავარდეს. რა თქმა უნდა, ლუარსაბს ურჩევნია, რომ ნებისმიერი სხვა რამ დაიჯეროს ვიდრე ეს და ამიტომ მაშინვეა ცხელ-ცხელი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელმწიფეს, საფრანგეთის ხელმწიფისთვის იმ ქვეყნიდან თურმე როგორ მოუწერია, რომ ბატონყმობა აქაც არისო. ეს ლუარსაბისთვის არის ძალიან დამაჯერებელი არგუმენტი, რომ თურმე ბატონყმობა იქვე ყოფილა, იქაც ყოფილა სასუფეველში და ეს მას საშუალებას აძლევს დარეჯანის წინაშეც კი იტრაბახოს, რომ მისი გვარი ჯერ კიდევ ადამ და ევადან მოდის და როგორ შეიძლება ასეთი გვარი არ იყოს ბატონი და როგორ შეიძლება მას ყმები არ ყავდეს და ეს ყმები არ ემსახურებოდეს. და როცა მას
ასე მოკრძალებით შეახსენებს დარეჯანი, რომ როგორ იქნებოდა ბატონყმობა მაშინ მარტო ადამი და ევა იყვნენო და თავისი თავის ბატონი და ყმა ხო არ იქნებოდნენ, ეს რა თქმა უნდა ლუარსაბს არ აწუხებს. მისთვის ეს არ არის არგუმენტი, იმიტომ რომ მას ამდენი ჭკუაგონება ნამდვილად არ აქვს, რომ ასეთ კითხვას პასუხი გასცეს, მაგრამ ერთი რამე კი მან ძალიან კარგად იცის, რომ იგი ყოველთვის იყო ბატონი და უნდა იყოს ბატონი და რომ რუს ხელმწიფე თუ საფრანგეთის ხელმწიფე საიქიოდან მიწერ მოწერით მისთვის არიან უდიდესი ავტორიტეტნი ასეთ შემთხვევაში. და აი მაშინ როცა ბატონყმობის გადავარდნაზე დაიწყო ლაპარაკი, თვით ლუარსაბიც კი ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა, რომ ჩაბმულიყო საქმეში და ებრძოლა ბატონყმობის გადავარდნის წინააღმდეგ. მოიფიქრა კიდეც მისი ჭკუისათვის გასაოცრად ოსტატური რამ და გასაოცრად ჭკვიანური. მან დაიბარა დათო, აჩვენა ხელები და უთხრა: შეხედე, ყველა თითი სხვადასხვა ზომისა მაქვსო. ამით ლუარსაბს იმისი თქმა უნდოდა, რომ დიდპატარაობა თითებშიც კი არსებობს და როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება ისე იყოს მოწყობილი, რომ გლეხი და თავადი არ იყოს. დათომ ისეთი რამ უპასუხა, რითაც ლუარსაბის ეს სწავლება უკვალოდ გააქრო, მაგრამ ლუარსაბმა რა თქმა უნდა ეს ვერ გაიგო. მას ამდენი აზროვნების უნარი არ ჰქონდა. დათომ უთხრა: კი, მაგრამ ეგ თითები ერთმანეთს ხელს არ უშლიანო. აი ამით მან უპასუხა ბატონს, რომ დიდპატარაობა კარგი არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის ხელშემშლელი გარემოება საზოგადოების წინსვლისა. თითები არიან დიდპატარანი, მაგრამ ისინი ერთობლივად შრომობენ და საქმეს კარგად აკეთებენ. ხელიც ხელს ბანს, მაგრამ როცა საქმე ბატონყმობას ეხება, ბატონობა და ყმობა ხელს უშლის საზოგადოებას, საზოგადოება შუაზე იხლიჩება და საჭიროა, რომ ეს ბატონყმობა გადავარდეს. ეს რა თქმა უნდა ვერ გაიგო ლუარსაბმა, ამიტომ მან ჩათვალა, რომ ვალი მოიხადა ბატონყმობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალიან კმაყოფილი ღვთისა და კაცისა იგი რა თქმა უნდა ამის შემდეგ კარგად მიაძღებოდა რაიმე საჭმელს და კარგადაც დაიძინებდა, რადგან უკვე დარდი აღარ ჰქონდა ბატონყმობის გადავარდნის და კარგად გააგრძელებდა კიდე თავის ქადაგებას იმასთან დაკავშირებით, რომ გლეხი არის გაქირი ვირი, თუ ის გაიბოტება, შვინდის სახრით უნდა მისდგე, თორემ ისე ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ. და კიდევ ერთხელ შეაქებდა თავის მეუღლეს, კნეინა დარეჯანს, იმისთვის, რომ დიდად ბარაქალა დედაკაცი იყო, რადგან ბიჭების დაწიოკება კარგად გამოსდიოდა. ლუარსაბმაც იცოდა ბიჭების დაწიოკება, მაგრამ ეს დაწიოკება მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ აივნამდე როგორმე მიბობღდებოდა და აივნიდან თავის დათოს 1-2 შენიშვნას მისცემდა. თანაც ისეც, რომ დათო იქიდან ვერაფერს გაიგებდა, რადგან ლუარსაბმა ვერადავერ დაიმახსოვრა, რამდენი ურემი ჰქონდა საბეგრო, რამდენი უნდა შეგმულიყო და რამდენი არა. და თანაც საკმარისია დათოს ეპასუხა, რომ კიტრიც გვაქვს სახლში და ზურგიელიც, რომ ლუარსაბი დაამთავრებდა ბიჭების დაწიოკებას, რადგან ოჯახი სავსე ყოფილა, მისი კუჭი არ დაიმშეოდა და ლუარსაბს სხვა რამე არ აღელვებდა. მაგრამ დარეჯანს რაც შეეხება, დარეჯანი უკეთესად აწიოკებდა ხოლმე ბიჭებს, რადგან მას თავისი აზრი ჰქონდა. ლუარსაბი თუ ბიჭებს გაქირ ვირებს უწოდებდა, სამაგიეროდ დარეჯანი უწოდებდა ღორის სტილს, რომელსაც დაისვამ ფეხზე და თავზე აგაცოცდება. აი ამიტომაც რაც შეიძლება მეტად უნდა ჩაგერტყა მისთვის და რაც შეიძლება მეტად შეგეწუხებინა. ამიტომაც იყო რომ დარეჯანი ოფლში ამოგანგრული შემოირბენდა ხოლმე როცა ბიჭების დაწიოკების დრო მოვიდოდა, ზოგს თავში ჩაუტყაყუნებდა, ზოგს დაუყირებდა, ზოგს ალბათ მუჯლუგუნს წაარტყამდა, რამე ასეც იზამდა, რომ ისინი გამოეფხიზლებინა, რადგან რასიზამო ილია როგორც საოცარი იუმორით მისთვის დამახასიათებელი ამბობს, რასიზამ ამდენა მამულ დედულს მოვლა არ უნდოდაო და ეს ბარაქალა დედაკაციც აი ამ ტყაპატყუპით მამულ დედულს უვლიდა და ადამიანებს აიგივებდა ღორის სტილთან, ვირთან, თავის მეუღლესთან ერთად და აი ამით მთავრდებოდა ის საქმიანობა და შეხედულებანი, რომელიც მათ გააჩნდათ. აქ კიდევ ერთი რამ არის ამ ნაწარმოებში. ძალიან სამწუხარო სურათი ერთი მხრივ ლამაზისეულისა. ილია საგანგებოდ ახასიათებს ლამაზისეულს, რომ ჩვენ მკითხველს გვიჩვენოს, როგორი გადაგვარებულია ეს საზოგადოება და ყმებიც ისეთივე ცხოველს დამსგავსებულნი არიან უკვე საკუთარი სიბინძურითა და უარგისობით, როგორც მათი ბატონები. და ლამაზისეულის დახასიათებისას ილია უკვე აღარერიდება სატირას და იგი უკვე ძალიან მკაცრად ამბობს. ასეთი იყო ის ცხოველი,
რომელსაც დარეჯანი ლამაზისეულს ეძახდაო. სატირული მახვილი, ანუ მკაცრი მახვილი, უკვე მკაცრი დაცინვა და გამანადგურებელი ამ შემთხვევაში ლამაზისეულს იმიტომ ხვდება, რომ ის სიბინძურე, რომელიც ამ ადამიანს ახასიათებს, ის ჭორიკნობა და ის ცხოვრების სრულ ამაოებაში გატარება მას როგორც გლეხს, ან როგორც ცოცხალ ნაწილს საზოგადოებისა, როგორც არჩილი ეტყოდა გლეხების შესახებ ხოლმე კესოს, თითქოს გაცილებით უფრო ნაკლებად შეიძლებოდა რომ ჰქონოდა, რადგან გლეხი იყო ცოცხალი ნაწილი საზოგადოებისა და მას უფრო მეტად უნდა ყვარებოდა საქმე, განძრევა, მასზე მეტად იყო დამოკიდებული ერის ბედი ილიას აზრით, რადგან მათ უნდა გაეღვიძებინათ ეს ქვეყანა, რადგან საქმე საქმეშიაო. ეს არის ილიას პრინციპი ყოველთვის და მარტო სიტყვით, მარტო უსაქმრობით ან მარტო ჯაბაასით ცხოვრება წინ ვერ წავიდოდა. მაგრამ ლამაზისეული სწორედ ასეთი უსაქმური და ჭუჭყიანი იყო, როგორც მაგალითად დარეჯანი, ამიტომ მასაც მოხვდა სატირული მახვილი ილიასი, ხოლო იქვე ბიჭიც წევს, ასევე გულსაკლავი სურათია, ბიჭი, რომელიც შესცქერის ძაღლს, რომელიც მზეზე იზმორება და თვითონ ნახევრად მიწოლილ მდგომარეობაში უყურებს სამოვარს, რომელიც გამორულია და უნდა გაწმინდოს და იმდენად ეზარება აი ამ სამოვრის გაწმენდა, რომ იგი ამბობს, ნეტავი მეც ძაღლად დაუბადებულიყავიო. იგი აი ეს სიზარმაცე და ეს უსაქმურობა მას ადამიანობაზე ათქმევინებს უარს და იმისთვის რომ მზეზე გაიზმოროს ხოლმე ურჩევნია რომ ძაღლი იყოს. რასაკვირველია ასეთი რამ და ცხოველის ბედის ნატვრა ნამდვილად არ არის მოსაწონი და გვიჩვენებს იმ დაჩაგრულ მდგომარეობაზე, მიგვითითებს იმ უბედურებაზე, რომელსაც განიცდიდა დაჩაგრული დაბალი ფენა. ილიამ ეს პრობლემები სხვაგანაც წარმოჭრა. გაგახსენებთ ამ შემთხვევაში აჩრდილს, რომელშიც გლეხი, ყმა, რომელმაც მიუტანა ბატონს გადასახადი, ბატონმა ფეხი დაუდგა მას სასწორის პინაზე და გაცილებით მეტი გადაახდევინა, ვიდრე ჰქონდა და იგი უკვე ტირის ამის გამო, რომ ასეთი უფლებო, ასეთი მშიერია, რომ დღედაღამ შრომობს, ოფსხურის, მაგრამ შიმშილ წყურვილით ხდება სული. საკუთარ შვილზე იგი ასეთ რამეს ამბობს, ნეტავი გველად, გველის წიწილად შენ მომცემოდი, რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად, შენ შვილოჩემო არ გამხდომოდიო. მას თითქოს აღარც უხარია შვილის დაბადება და შვილს ურჩევნია გველი ჰყავდეს და ამ გველმა, ვთქვათ, უბეში გაზრდილმა ხანდახან უკბინოს კიდეც, ვიდრე აი ეს გოგონა გახდეს სხვათა ქელვის ობიექტი, ამ გოგონას სხვებმა ღვიძლი ჩაასხან სულში და საშინელ დღეში ჩააგდონ, შეარწყვინონ იგი, ნამუსიახადონ, ამას ურჩევნია რომ სულ არ ჰყავდეს ასეთი შვილი. და აი ასეთი საშინელება, რომ ძაღლობა შეიძლება უფრო უკეთესი იყოს ან და გველობა ვიდრე ადამიანობა, კიდევ უფრო დამამძიმებელია თუ ჩვენ გავიხსენებთ გუთნის დედას, რადგან გუთნის დედა ყველაზე უფრო მშრომელი, ყველაზე უფრო გარჯილი და ღირსეული ადამიანი იყო გლეხთა შორის, რადგან ის მართლაც ძალიან ცხელი ოფლით და აი ამ ცხელი ოფლის ღვრით, ჭაპანწყვეტით მართლაც ირჩენდა თავს და არჩენდა ოჯახს და ის მართლაც ძალიან მოსაწონი კაცი იყო ღვთისათვის, მაგრამ თუ გახსოვთ, გუთნის დედა სწორედ შენატრის ლაბა ხარს და იგი ფიქრობს, რომ უკეთესია იყოს ცხოველი ამ შემთხვევაში ხარი, ვიდრე ადამიანი, რადგან ხარს გულის ტკივილი არ უჩნდება, ხარს არ აქვს იმისი ფიქრი, რომ მას მეტყველების უნარი აქვს, მაგრამ წართმეული აქვს მეტყველების უფლება, რომ მას ცხონების უნარი აქვს, მაგრამ წართმეული აქვს ცხონების უფლება. აი გუთნის დედა კი წარედ ამბობს თავის თავში, ჩაფიქრებული და ჩაღრმავებული, შენ პირუტყვი ხარ, მე კი მეტყველი. ეგ ჩემო ლაბა ნუ შეგშურდება, რადგან ხმალი თუნდ იყოს მჭრელი თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდებაო და მეორე მხრივ მეჩენებრ მიწას ჩავყურებ თვალით, რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით. აი ეს არის გუთნის დედა, რომელსაც უკვე აღარც იმისი იმედი აქვს, რომ სასუფეველი ელოდება და იქნებ იქ სასუფეველში მაინც იყოს მშვიდად და წყნარად, რადგანაც ზეცა მისთვის წაურთმევიათ და ის არის საოცრად
უუფლებო და დამძიმებული იმითი, რომ აი ამ საზოგადოებაში ცხოვრობს და ყველაფერი მისდის მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე გუთანი გაიტანოს ბოლოს, როგორმე ცხელი ოფლი მიწას აწვიმოს და არც არაფერი არ შეიცვლება ილიას აზრით, რადგან ეპიგრაფად მან გუთნის დედა სწორედ ასეთი სიტყვები წაუმძღვარა. გადი, გამოდი გუთანო, ღირღიტავ, ბანი უთხარო, ან უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, ასევე ყველაფერი ძველებურად დარჩეს, გუთანი ძველებურად გავით გამოვიდეს, ღირღიტავ ჩვეულებრივად იხმაუროს, რადგან არაფერი ახალი არ მოხდება და გუთნის დედა ისევ ძველებურად იქნება დაჩაგრული და ძველებურად ჭაპანწვეტით გაიტანს ცხოვრებას. და გავიხსენოთ ამ მხრივ სოციალურად სიმძიმის თვალსაზრისით, სოციალური მოტივის სიმძიმის თვალსაზრისით სარჩობელაზეთ გამორჩეული ნაწარმოები ილიას შემოქმედებაში იმ უსამართლობის ასახვით, რაც მაღალი და დაბალი ფენის ურთიერთობას მოსდევს, ან და რაც მოსდევს საზოგადოების უსულგულობას. რადგან სოციალური პრობლემები სწორედ გადაგვარებულ საზოგადოებაში იჩენს თავს. ლელთხუნიაც მგზავრის წერილებში, რომ ჩივის ქალი ქალს აღარ გავს და კაცი კაცს, სწორედ იმ სოციალური გადაგვარებისა და დეგრადაციის გამოა იგი შეწუხებული, რაც დაემართა ქართველ კაცს, როცა იგი რუსეთის მფლობელობაში აღმოჩნდა და რუსობაში ყოფნამ რუსულმა წესკანონებმა როგორ შეცვალეს და გადააჯიშეს ქართველი კაცი. ეს არის სწორედ ის სადარდელ-სადკივარი სოციალური გადაგვარების გამო, რამაც ილია ასე შეაწუხა, ხოლო სარჩობელაზეთ გვიჩვენებს იმ უბედურებას, რაც ემართება ხოლმე დაუცველ პატარა ბავშვს, როცა იგი ეჯახება ამ ქვეყნიურ უსამართლობას და როცა მას არ ახავს დამცველი. რადგან მამა მკვდარი ყავთ აი ამ ბიჭებს, მამინაცვალი დღედაღამ უტყაპუნებს მათ და ამიტომაც არის, რომ როცა ბეჟანას ჩამოახჩობენ და როგორც მისი უფროსი ძმა ამბობს კატასავით დამიხჩეს ძმაო, იგი აბსოლუტურად ყველას ადანაშაულებს, ყველას, ვინც მის გარშემოა. აქაც ისევ გამოჩნდება მამინაცვლის თემა და თუ ილიამ ოთარაან თქრივში გვითხრა წუთისოფელი ვისთვის მამაა და ვისთვის მამინაცვალიო, აი აქ აღმოჩნდება, რომ თვითონ ჩვენივე მონდომებით ხვდით წუთისოფელს მამინაცვალს, რადგან საზოგადოება ერთმანეთს უყურებს, როგორც მგელი კრავს და ამიტომ იმას ცდილობს, ვის რა წაართვას, ვინს როგორ ატკინოს გული, ვის რა მოპაროს, ან და ვინ როგორ დაამციროს. ამიტომაც არის, რომ ბეჟანა ჯერ მამინაცვალზე გაბრაზებული, შემდეგ მთელ სამყაროზეა განრისხებული და პეტრესაც კი ფულს პარავს, რომელმაც მათ მიმართ სიკეთე გამოიჩინა და შემდგომში უკვე მისი გზა მხოლოდ და მხოლოდ სახრჩობელისკენ მიდის. როცა ბეჟანას ძმა ასეთი გულნატკენი წერილს წერს პეტრეს, იქ იმასვე წერს: განა შენ არა ხარ ჩემი მამინაცვალიო? განა შენ არ იყავი ჩემი მამინაცვლის ადგილას, განა შენ არ გვცემდი, განა შენ არ გაგვიყიდე ყველაფერი, განა შენ არ გვაიძულე, რომ იარაღი გვეხმარა შენს წინააღმდეგ და მოგეკალითო, რადგან ბეჟანა სწორედ იმის გამო ჩამოაღჩეს, რომ მას მამინაცვალი შემოაკვდა. აი ბოლოს პეტრე ხრების აჩეჩვით ამბობს: მე რა შუაში ვარო, მაგრამ ილიას თქმა მართლაც და რა შუაში იყო ჩვენი საწყალი პეტრეო, მკითხველს აფიქრებინებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დასმული კითხვაა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ სოციალურ უსამართლობაზე და კიდევ ერთხელ ვთქვათ, როგორ აკლია ამ საზოგადოებას ერთმანეთის სიყვარული და ამიტომაც რატომაა, რომ ყველა ვინც იჩაგრება სახრჩობელისაკენ მიდის. ყველა ვინც იჩაგრება ნადგურდება ამ ცხოვრებაში მატერიალურადაც, ფიზიკურადაც და სულიერადაც, არადა ყველაზე ძნელი სწორედ სულიერი განადგურებაა. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებაში სიყვარული დატრიალდეს და ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ისე, როგორც ილიამ გვითხრა თავის წერილში ზოგიერთი რამ როდის იქნება, რომ ყველამ საზოგადოების წევრებმა ერთმანეთისკენ სვლა დაიწყონ და ერთიანი ქართული განუყოფელი გამარჯვება უთხრან თავის დაკარგულ დას თუ დაკარგულ ძმას, ერთმანეთს გადაეხვიონ და საზოგადოება იყოს ერთმუშტად შეკრული, სოციალურად დაახლოებით ერთფეროვანი, იმით რომ ერთმანეთი ეყვარებათ და სული ექნებათ
ერთნაირი. საზოგადოებრივი ერთფეროვნება ილიასთვის არ ნიშნავდა მაინც და მაინც ეკონომიურ თანასწორობას. იგი ამაში ითვალისწინებდა ადამიანების ურთიერთპატივისცემას და ადამიანების სიყვარულით სავსეობას. ვაი რომ ეს აკლდა ილიას აზრით საქართველოს და ამიტომ თავის თითქმის ყველა ნაწარმოებში იგი იმ სოციალურ პრობლემებზე და სოციალურ უყურმართობაზე წერდა, რომელიც მისი აზრით დამღუპელი იქნებოდა ქვეყნისათვის თუ არ გამოსწორდებოდა. გმადლობთ ყურადღებისთვის.